და როგორც უკვე შეგპირდით, ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში უკვე მოვიწვიეთ ქალბატონები ლელა ციკლაური და ანა ფიცხელაური, რომელიც ბრძანდებიან ბიოსამეცნიერო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორები და მათი სტუდენტი მეორე კურსელი ანდრე აიდინიანი, რომელიც სიამოვნებით წარმოგვიდგენს მოგვიანებით თავის პროექტს. ქალბატონო ანა, ქალბატონო ლელა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის, საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. მადლობა თქვენ, მივესალმები თქვენს მაყურებელს. დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ პირველ ნახევარში ზოგადად ვისაუბრეთ დეპარტამენტზე, იმ აკრედიტაციის საკითხებზე, ზოგადად ქვეყნისათვის რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ აი უკვე პრაქტიკულად, კონკრეტულად რა პროექტებზე მუშაობთ, თქვენი სტუდენტები როგორ ახერხებენ თავიანთი იდეების გენერირებას და მეორე უკვე რეალიზებას, თქვენი როლი როგორია, როგორ შეგიძლიათ ამაში მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი. აი ამ საკითხებზე უკვე სუფთა პრაქტიკულ და რეალურ პროექტებზე მინდა რომ თქვენთან ერთად ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე ამას ასე ვთქვათ მოვყვებოდით მაყურებელთან, მინდა ორი სიტყვით მაინც განვმარტოთ, რას ნიშნავს ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიღწევების დანერგვა დღეს საქართველოსთვის მედიცინასა და ჯანდაცვაში. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების აპარატების გარეშე. თითოეულ ამ აპარატთან დაკავშირებით ხშირია, ასე ვთქვათ, აუცილებლობა ტექნიკური მომსახურების. ტექნიკური მომსახურება შეუძლებელია ბიოსამედიცინო ინჟინრების გარეშე. შესაბამისად, ბიოსამედიცინო ინჟინრები ზოგადად სოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნადი გახლავთ და ჩვენც ვცდილობთ თითოეული ჩვენი ინჟინერი მოვამზადოთ, აღზარდოთ ღირსეულ ბიოსამედიცინო ინჟინრად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გამოდის ძალიან ახლო მომავალში, ეს უკვე დაწყებული პროცესია გეთანხმებით, მაგრამ ძალიან ახლო მომავალში უკვე ფაქტობრივად თავისი საკუთარი შტატში მუდმივად უნდა ყავდეს ბიოსამეცნიერო ინჟინერი ნებისმიერ დიდ და მით უმეტეს ტექნოლოგიურად განვითარებულ კლინიკას. ფაქტობრივად აქეთკენ მივდივართ, ვფიქრობ და გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევითი კუთხითაც ალბათ ძალიან საინტერესოა ყავდეს შტატში ბიოსამეცნიერო ინჟინრები, იმიტომ რომ ისინი დაგვეხმარებიან ახალი იდეების გენერირებასა და დანერგვაში სუფთა ტექნოლოგიური პრაქტიკული თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ ამ თვალსაზრისით? მინდა გითხრათ, რომ ყველა წამყვან კლინიკას საქართველოში ყავს არაერთი ბიოსამედიცინო ინჟინერი, რომელიც გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, ასევე ღებულობს მონაწილეობას სამეცნიერო პროექტებში, აგრძელებს სწავლას, სწავლის შემდეგ საფეხურს, ანუ ბაკალავრიატის შემდეგ საფეხურს, ეკება ეს მაგისტრატურა თუ დოქტორანტურა, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის. კი ბატონო, კლინიკასთან კოლაბორაციის გარეშე მისთვისაც ძნელი იქნება ალბათ კლინიკაში უნდა ნახოს სად არის მისი ჩართულობა და ინტეგრირება საჭირო. ძალიან დიდი მადლობა და ქალბატონ ლელა, უშუალოდ ამ ეტაპზე რომელ პროექტებს გამოყოფთით, რითაც თქვენ ამაყობთ სამართლიანად და ზოგადად როგორ მუშაობთ სტუდენტებთან იმისთვის, რომ ამის პროვოცირება, ასე ვთქვათ, მოახდინოთ. დავიწყებ იქიდან, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს აქვს სტუდენტური კლუბი. ეს სტუდენტური კლუბის იდეა ეკუთვნის ილია ჯახაიას, ჩვენ სტუდენტს, რომელიც ასევე პირველი პრეზიდენტი იყო ამ კლუბის, ეს მისი იდეა, იგი გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან და მან განახორციელა ეს მისი იდეების არაჩვეულებრივი სტუდენტია და წარმატებულია ახლა საზღვარგარეთ მოღვაწეობს ამჟამად. და მინდა გითხრათ, რომ ეს ამ კლუბს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახორციელებენ სხვა ასე იგი სამეცნიერო, ტექნიკურ და ესე იგი პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობენ. ასევე ესე იგი სადღაც 3 წელია რაც არსებობს და თვითონაც ყოველკვირეულად იკრიბებიან, არის იდეების გაცვლა და ისედაც ყველა სტუდენტს, ვინც ჩვენი მონაწილე შეუძლია ჩვენთან სწავლობს, გახდეს ამ კლუბის წევრი. შემდეგ მინდა გითხრათ, რომ კლუბი
ესე იგი ყოველკვირეულად და ისედაც ყოველწლიურად ატარებს ამ არჩევნებს და ახალ პრეზიდენტს ირჩევს. ეხლაც ველოდებით ამ პერიოდს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ფორუმის, ყველა გამოფენა გეგმავენ თავის საქმიანობას, ხო? და გეგმავენ და ესე იგი ყოველი ფორუმის, ყოველი გამოფენის, ყოველი ესე იგი კონფერენციის მონაწილეები არიან ამ კლუბის წევრები და ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ჩვენი კლუბი სტუდენტები იმის გარდა რომ მონაწილეები არიან ყველა ფორუმის და იმის თვითონაც სადღაც წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უკეთებენ ბიოსამედიცინო ინჟინერიის პრაქტიკული და ესე იგი სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაი გამოცდილებას ეძებენ. კიდევ არის ის, რომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ამერიკელი ექსპერტების განროცებული ჩამოსულები იყვნენ აბეტ აკრედიტაციის მოსანიჭებლად. ეს გითხრეს ზუსტად რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მოეწონათ სტუდენტური კლუბი და ახალგაზრდების შემართება იყოს. და აი ჩვენ ყავს წარმომადგენელი ანრი და მე კიდევ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა საუბარს გარკვეულ დეტალებზე, მაგრამ ეხლა მინდა ანრის ვკითხო სტუდენტის პოზიციიდან, ახალგაზრდის პოზიციიდან, რატომ აირჩიეთ ბიოსამედიცინო ინჟინერია? ზოგადად სკოლაშიც თუ იყავით დაინტერესებული ან ბავშვობიდან რაღაც ჩქირკედელაობით და ახალ-ახალი დავშვა ტექნოლოგიების და გამოგონებების შექმნით, თუ ზოგადად ეს ტექნიკური დარგი გაინტერესებდა და მერე უკვე ინსტიტუტში გაჩნდა გარკვეული ინტერესი იმისათვის, რომ ახალი პროექტები შეგემუშავებინათ. ზოგადად ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ელექტროსქემების საწყობა და მაგ სფეროში ტრიალი. და როცა ვირჩევდი პროფესიას, ძალიან დამაინტერესა ბიოსამედიცინო ინჟინერია, იმიტომ რომ თვითონ სიტყვას ჟღერს ძალიან საინტერესოდ და ძალიან დავინტერესდი ამ დარგში და დავიწყე ძიება საერთოდ რას ნიშნავს რა არის. და როცა მივედი პასუხამდე, მივხვდი რომ ეს არის ის, რასაც ვეძებ. და ზუსტად მაგიტომა ჩავაბარე ამ პროფესიაზე. ძალიან მიხარია რომ ასე გაგიმართლა, ესე იგი რაღაც გულის ძახილს მიყევი და იპოვე კიდევაც ესეთი ფაკულტეტი. გაამართლა შენი იმედები? კი, ძალიან სასიამოვნო ვარ ამ ფაკულტეტით. აი რა მაინტერესებს, როცა მიხვედი, ჩააბარე, ეს იყო უბრალოდ შენი ინტერესი, რომ ამ სფეროში დავუშვათ უფრო მეტი ინფორმაცია მიგიღო, თუ გქონდა რაღაცა კონკრეტული პროექტის ჩანაფიქრი და აი ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება გინდოდა. თუ ეს ზოგადი იყო მაინც? სულ თავიდან იყო ზოგადი, მაგრამ როცა დავიწყე სწავლა, უფრო მეტად დავინტერესდი ამ დარგში და ქალბატონმა ლელამ გვიბიძგა იმისათვის, რომ რამე პროექტი მოგვეფიქრებინა და აგვეწყო. რის შემდეგაც რეალურად დავფიქრდი იმაზე, რომ ამეწყო პროექტი, რომელსაც ახლა ხედავთ აქ. მაშინ ორი ედესი თქვით, თუ გინდა მოგვახსენე პროექტის შესახებ ბარემ და მე გავაგრძელებ შენს მენტორებთან საუბარს. რა პროექტია ეს? ანდრი, რა მოგვიტანე? ეს არის დაბკოლების დეტექტორი ეთილმოსარგებლე პირებისთვის. და ეს იდეა გაგვიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯანმოს მონაცემების გათვალისწინებით ნახეთ, რომ ზოგადად მსოფლიოში არის 1.3 მილიარდი შეშმო პირი და იქიდან 70 მილიონი სარგებლობს ეთლით. დიახ. და ანუ გამოდის, რომ ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ შემოგვიმუშავებინა პროექტი, რომელიც დაეხმარება მათი ცხოვრების გაუმჯობესებას. კი ბატონო. და ეს არის დაბკოლების დეტექტორი ეთილმოსარგებლე პირებისათვის, რომელიც რაიმე მანძილზე მიახლოებასთან დაბკოლებასთან თმოვან სიგნალს გამოსცემს და ასევე ვიბრაციის მეშვეობით ატყობინებს თვითონ პირს. დიახ, იმაზე რომ წინ ან უკან ახლავს რაიმე დაბკოლება, რაც რა თქმა უნდა აუმჯობესებს მათ გადაადგილებას სივრცეში და უსაფრთხოებას. რისკებს აცილებს.
ხომ არ გამოგიცდიათ უკვე ეს შშმ პირთან, რომელიც ეტლში ზის, რამდენად ადეკვატურად, სწორად მოიხმარა, რამდენად ადვილი ასახსნელად მათთვის როგორ გამოიყენო, რომ თითქოს მარტივი კონსტრუქცია ჩანს გარედან, მაგრამ რა პრინციპზე მუშაობს, ესეც რო გითხრა და რამდენად მოეწონათ თუ გამოიყენეთ ეს რომელიმე შშმ პირთან. სამწუხაროდ ჯერ შშმ პირებთან არ გვაქვს გამოყენებული, თუმცა სამომავლოდ ვაპირებთ შენერგვალს. თვითონ ეს მუშაობს ულტრაბგერით სენსორების მეშვეობით, რომლებიც გამოთვლიან დისტანციას დაბრკოლებამდე და ყველაფერს გადმოსცემს მიკროსქემაზე, რომელიც უკვე რაიმე მანძილის მიღწევაზე იწყებს ხმოვან სიგნალს. და აი ამ დაბრკოლებას არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი იქნება, დაუშვათ თქვა იქნება, მთა იქნება, იმიტომ რომ ნივთიერება ხო სხვადასხვა არის, ანუ ნებისმიერი აგებულების, ასე ვთქვათ, საგანს და სხეულს აღიქვამს, ხო? რბილ მასალების გარდა. რბილ მასალების გარდა. ანუ ადამიანს აღიქვამს? ადამიანს აღიქვამს. აღიქვამს. იმიტომ რომ ძვლოვანი სტრუქტურაც აქვს ადამიანს. შეგვიძლია ახლა ჩავთო და გაჩვენებთ მაგას. კი ბატონო, სიამოვნებით გაჩვენეთ თუ შეიძლება. ახლა შეერთო და ახლა აქ აყენია 50 სანტიმეტრი მანძილი. და თუ ამ მანძილზე მიუახლოვდება, დაიწყებს ხმოვან სიგნალს და ვიბრო სიგნალსაც. აი ეს. ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარდა იმისა, რომ ეტლში არიან, შეიძლება ხედველობის რაღაც პრობლემაც ჰქონდეთ და წინ ვერ გაარჩიონ კარგად. ან უბრალოდ იყოს ისეთი ვითარება, რომ უეცრად დადგეს ეს დაბრკოლება, ანუ გადაადგილდებოდა, არ ხედავდა დაბრკოლებას და უცებ რაღაცა საგანი გადმოვარდა, შემოიჭრა მის გზაზე და შესაბამისად ეს აფრთხილებს, რომ გაჩერდეს და მე გეთანხმებით, რომ ამოყირავების რისკები, გადმოვარდნის რისკები, ეს სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეტლით მოსარგებლეებში სხვადასხვა ტიპის ესეთი გართულებები ხშირია და უფრო მეცაც ვიტყოდი, რომ საქართველოში ალბათ ეს განსაკუთრებით საჭირო, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ ევროპულ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ იმისა, რომ ქუჩები ისე იყოს მოწყობილი თუ შესასვლელ გამოსასვლელები, ტროტუარები და ასე შემდეგ, რომ ეტლში მჯდომმა ადამიანმა დაბრკოლების გარეშე გაიაროს და მე მგონი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ანდრი, ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო, ძალიან სასიამოვნო იყო შენი მოსმენა. მე ჩვენ კიდევ დაგიბრუნდებით კითხვით და ახლა მე მინდა ვკითხო შენს მენტორებს, პროფესორებს, რომლებიც გასწავლიან და გეხმარებიან ყველაფერში, ქალბატონ ლელას და ანას, რას დაამატებდით თქვენ აი ამ თვალსაზრისით კონკრეტულად ამ პროექტზეც და ზოგადად. რა აი დავუშვათ გაუჩნდა იდეა მესმის, აი პროცესი რო გავიგოთ უკეთესად. რა ეტაპები უნდა გაიაროს, უნდა დაწეროს განაცხადი, უნდა მოგმართოთ უბრალოდ სიტყვი, აი როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ ვიღებთ საბოლოო ჯამში ამ პროდუქტს? ესე იგი მე დავიწყებ იქიდან, რომ ეს არის, იმიტომ გამოვარჩევთ, ეს ერთ-ერთი პროექტია. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და გამოვარჩიეთ იმის, რომ ეს არის პირველ კურსელის პირველი დასრულებული ნამუშევარი. იცით რა არის საერთოდ პროექტზე მუშაობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სტუდენტისთვის, მისი პროფესიული ზრდისთვის. წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრ კითხვაზე იღებს პასუხს, როდესაც უკვე დასრულებულია ეს ნამუშევარი. განსაკუთრებით პირველ კურსელებს უჩნდებათ კითხვა, აი პროგრამით გათვალისწინებული ეს საქმეები, როდის გამოვიყენოთ პრაქტიკაში, საერთოდ ღირს ამის სწავლა თუ არა. რა ჭირდება რატომ ასწავლე? ეს ჩვეულებრივი სტუდენტური კითხვებია. აი ამ პროექტის შესრულების, დასრულების შემდეგ ეს კითხვები აღარ აქვს. ისედაც აი ანუ კარგად აღნიშნა, რომ მე მომწონს ეს საქმე, ესე იგი სწორად ავირჩიე ეს პროფესია. რა თქმა უნდა, ქონდა იდეები, რაღაცა დაინტერესებული იყო, მაგრამ ამ მიმართულება, კალაპოტი, კი, მოსწონს თუ არა ეს პროცესი. მისია ეს სწორად აირჩია პროფესია. ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხები იყო. აი ზუსტად აქ შეიძლება მიიღოს. ეს გასაგებია და ძალიან სასიამოვნოა, რომ სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების კუთხით და მართლა თავისი ადგილის კუთხით კარგია. პროცესი რო ამისწერო. აი ძალიან კარგია ეს პროექტი ზოგადად, იმიტომ რომ ყველა საგნის დანიშნულებას ხვდები.
პროგრამებს, აი რამდენი პროგრამა გამოიყენა, ანდრე ამაზეც გეტყვით აუცილებლად, რა პროგრამა გამოიყენა, რა ინსტრუმენტი გამოიყენა ამის შესასრულებლად. და იქ ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ასევე ესე იგი მოდელირებისთვის 3D პრინტერზე აქვს საშუალება რომ ეს კარგი წინასწარ შექმნას. დიახ, ეს უფასოა ყველაფერი და ნებისმიერ სტუდენტს. აი ეს მაინტერესებდა, ესე იგი იდეა რო ებადება, მე გეგმავს ამას, ხო თქვენთან გადის? დიახ, უბრალოდ განს, აი მაგალითად 3D პრინტერი როგორ ლაბორატორია არსებობს, წერს განცხადებას დეკანატის სახელზე და უბრალოდ ვუთითებ თუ რა გჭირდება, რა პროექტია და ეს აბსოლუტურად საკმარისია. და მუშაობენ ჯერ ესე თეორიულად და მე იქცევენ კლუბი. კლუბშიც ხომ ასე ეს თავისუფალი პროექტები გვაქვს. იქ იდეები, ყველაფერი ხდება და ამ პროექტებზე აგრძელებენ მუშაობას. და მთავარია, აი ხედავთ თქვენ დასრულებულ ნამუშევარს. იყო ერთ გამოფენაზე, იყო კონფერენციაზე და ეს პირველი ეტაპი დასრულდა. სხვა პროფესიონალი სპეციალისტებისგან ძალიან საჭირო რჩევები მიიღო. თვითონაც მოვიდა ახალი იდეები. რა თქმა უნდა. და იწყება მეორე ეტაპი. ნახეთ უკვე აღარ მოსოს მისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი დიზაინი. უკვე უნდა ახალი ფუნქციები დაამატოს. ასეა გათვალისწინებული. ზომაში შეამციროს ხო ალბათ. რამდენადაც იყოს ესე იგი აუცილებლად უნდა რომ იყოს თვითონ მომხმარებლისთვის იყოს ხელსაყრელი ფინანსურადაც, ვიზუალურადაც, ყველანაირად ახალი იყოს გამოსაყენებელი. ეს იგი დაიწყო მეორე ეტაპი ამ პროცესისა. და მიზანიც მიღწეულია. კი ბატონო, ეს უკვე ესეთი სამარკეტინგეთ მომზადების ფაზაც არის, იმიტომ რომ მისცეს უკვე ისეთი ფორმა, რო თქვენ პრინციპი ნაპოვნია. მუშაობს შეიძლება ამის გამოყენება, მაგრამ უკვე ეს მოხერხებული რო იყოს. ფინანსურადაც ხელმისაწვდომი უფრო მეტად. ეს არის მთავარი. გაადვილოს და გააუმჯობესოს. ყველამ შეძლოს ყიდვა. მადლობა ქალბატონ ლელა და ანა მე თქვენ კითხავდით აი ამ თვალსაზრისით რას გეგმავთ უახლოეს პერიოდში ეს გასაგებია რომ სხვადასხვა იდეები არსებობს, სტუდენტები თავიანთ იდეებზე მუშაობენ და ცდილობენ განახორციელონ, არის ხელშეწყობა, ანუ განცხადება იწერება, მერე იწყება პროცესი, იგეგმება ძალიან, ანუ ბიუროკრატია ნაკლები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო ჩაგაცივდით იცით ამაზე, იმიტომ რომ გისმენენ ახლა თქვენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც, სხვა სტუდენტებიც და რაღაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში რომელიღაც პროექტი რო გაამართლებს და ფაქტი სახეზეა, რატომაც არა შეიძლება ვიღაცამ ეს მოდელი გამოიყენოს და თავიანთ, იმიტომ რომ მეც სამედიცინო უნივერსიტეტებში არაერთხელ მინახავს სხვადასხვა, სადაც ასეთი ინტერესთა ჯგუფებია შექმნილი და იკრიბებიან და იქ სწავლობენ იგივე მასალაზე, იქ აკერვასაც დაუშვათ, იქ დიაგნოსტიკასაც, რაღაცა გარკვეულ ცდასაც აყენებენ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ეხმარებათ გაიგონ მართლა რატომ სწავლობენ იმ ბაზისურ საგნებს პრაქტიკაში ეს როგორ დაჭირდებათ. ეს გასაგებია და მე ვფიქრობ, სამაგალითო იქნება ბევრი სხვა უნივერსიტეტისთვისაც, რომ ბიუროკრატიის გარეშე სტუდენტებს კონდეთ საშუალება, რომ იდეა აქვს და გამოცადოს და არ გამოვიდეს, მიხვდეს რომ ცდარი იყო თუნდაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსინჯოს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ახლა მნიშვნელოვანი იმ პროექტებიდან, აი რომელი იდეა გეჩვენებათ სტუდენტურზე უფრო მნიშვნელოვანი, ანუ არო სასწავლო იდეა არის, არამედ შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეები იყოს, რომლებიც მართლა ღირს უფრო მეტ ხელშეწყობად, მეტ ჩართულობად, იმიტომ რომ სავარჯიშოდ კი არ გაჩნდა ეს იდეა და რაღაც სტუდენტურ პროექტად კი არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანია და შეიძლება სერიოზული ცვლილება ან ნახტომი გამოიწვიოს მედიცინაში. თუ გაქვთ ასეთი შემთხვევები, თუ გქონიათ ასეთი პრეცედენტები და თუ გაქვთ ახლა საინტერესო პროექტები სამომავლოდ ანა. მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები მუდმივად კეთდება და ამით საბოლოო ჯამშიც არსებობს ესეთი დამამთავრებელი პროექტი, სადაც სტუდენტები ავლენენ, მაქსიმალურად ავლენენ თავის ან 4 წლის განმავლობაში მიღებულ ინჟინერულ ცოდნას და უნარჩვევებს და მოდის იდეების. ნუ იდეები მოდის როგორც სტუდენტებისგან, ისევე თქმა უნდა პროფესორ-მასწავლებლებისგანაც. მე მაგალითად
მივესალმები ამ მიმართულებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არაერთი პროექტი იქმნება და იგეგმება, მათ შორის სუსტად ხედველებისთვის, უსინათლოებისთვის ძალიან ბევრი და შემდეგ იხვეწება. ამის თქმა მინდა რომ ანუ მუდმივად ცდილობენ რომ დახვეწონ და გაუმჯობესონ თუნდაც სწავლის შემდეგ საფეხურზე დაუშვათ მაგისტრატურაში. ასევე ძალიან კარგი პროექტები არის გაკეთებული და იგეგმება მიმართულებითაც ჰოსპიტალის გარემოს სრულყოფის თვალსაზრისით იგივე ანუ სტერილური გარემოს შექმნისთვის მტვრის დეტექტორები, წნევის დარეგულირება, რათა ჰაერი იყოს სუფთა განსაკუთრებით იყოს სწორი, კი ბატონო, ინფექციის კონტროლთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. სასუნთქის სისტემის დაავადებებს, როდესაც ეხება ეს აგრეთვე იგივე COVID-19-ის პანდემიის დროს ეს ძალიან აქტუალური იყო და მნიშვნელოვანი. მაგრამ არა მხოლოდ COVID-19-ის, ანუ ზოგადად კი ბატონო, ჰოსპიტალური ინფექციების ასარიდებლად. აი ამ მიმართულებითაც გეგმავენ სტუდენტები პედაგოგებთან ერთად და აიცით როგორც ეთიმსებებენ ნამდვილად ეს ძალიან საინტერესოა მე მომეწონა ეს მიმართულება რომელსაც თქვენ გააკეთეთ ახლა იმიტომ რომ ინფექციის კონტროლიც ანუ პაციენტის უსაფრთხოება ერთის მხრივ და მეორეს რეაბილიტაციო მიმართულებაც ეს ის მიმართულებებია რომელიც ცოტა სუსტია მაინც და საჭიროებს შემდგომ განვითარებას ჩვენ ქვეყანაში მე თვითონ ამ წუთას რეაბილიტაციის სფეროში მიწევს მუშაობა და ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პაციენტებისათვის ასეთი ტიპის ნამდვილად არა მარტო დეტექტორების თვალსაზრისით, არამედ თუნდაც პროტეზების, რა თქმა უნდა, ეგზოსკელეტების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს ბიოტექნოლოგიები ისე ვითარდება, რომ ფაქტობრივად შეიძლება ვეღარ გაარჩიო, ხო? ნამდვილი და ხელოვნური, ასე ვთქვათ, ნაწილი, ხელი იქნება ფეხი და უშუალოდ თვალი თუ სხვა, რომელიც აკლდა პაციენტს და შესაძლებელი ხდება ბიოინჟინერიის გზით მისი არა მარტო გარეგნულად აღდგენა, არამედ ფუნქციურად აღდგენა და ეხლა ძალიან ბევრს მუშაობენ დამბლებზეც მოგეხსენებათ, იქ სუფთა ფიზიკის კანონით და ელექტრობის კანონით ხდება იმაზე ეხლა საუბარიც, რომ ხერხემლის დაზიანების შემთხვევაშიც მოხდეს აღდგენა, იმიტომ რომ გქონდა ესეთი წარმოდგენა და ცოდნა, რომ პერიფერიული ნერვული სისტემა თუ ზიანდება მისი აღდგენა ფაქტობრივად არ ხდება, დღეს ბევრი რამ იცვლება და მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი არ იყოს, რომ ძალიან ბევრ ახალ სიტყვას იტყვიან ჩვენი სტუდენტები, მაგრამ ამ ეტაპზე საინტერესოა ხომ არ არის რაიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ და გამოყოფდით, ყველაზე ესეთი უფრო მნიშვნელოვანი გგონიათ და მე უკვე ანდრის დაუსვამდი კითხვას, რომ გადაცემა არ მინდა ისე დავამთავროთ, რომ ანდრემ არ გვითხრას კიდევ ორი სიტყვა ამასთან დაკავშირებით თუ რომელი საგნების ცოდნა და გამოყენება მოუწია იმისთვის, რომ ეს თუნდაც ეს საწყისი პროექტი შეიქმნა. მე პირადად ასე კონკრეტულად რაიმე პროექტს მიმართულებას ვერ დავასახელებდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ინტერესი დიდია, მით უმეტეს ესეთი რაც მე დავასახელე ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც მოწყვლად ჯგუფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, როგორც არიან მათი ხარისხის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ეს მიმართულება პრიორიტეტულია, ხო? ჩემთვის პირადად. და მინდა ვთქვა, რომ არის ხელშეწყობა ალბათ ანრიც დამეთანხმება როგორც უნივერსიტეტის მხრიდან, ასევე ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის მხრიდან, აი ამ პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კი, ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, კი ბატონო. გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მასალა უნდა და კიდე პირობები და კომუნალურები და ადგილი და ყველაფერი. ქაბატონო ლელა, ხო არ დაამატებდით რაიმეს არა მარტო სტუდენტების მხრიდან? ისევ ამ პროექტს დაუბრუნდები. ჩვენ მივიღეთ ამდენი ინფორმაცია, რომ მეორე ჯგუფი არსებობს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა განხრაზე, რომლებიც მუშაობენ ასეთ პროექტზე. შეშმოყრთა პირთათვის ეტლებზე, ისეთ ეტლებზე, რომელიც კიბეებზე გადაადგილდება და შემოგთავაზეს ჩვენ, რომ ეს ჩვენი პროექტი და ის გაგვიგონი უკვე საინტერესო. უკვე საინტერესო. შეიძლება ასეთი შემოთავაზებები სხვა
უნივერსიტეტებიდანაც მიიღოთ, სადაც მუშაობენ ბიოინჟინრები, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ უცხოეთიდანაც და აი ეს ინტეგრაციული და საერთო პროექტები საინტერესო ძალიან საინტერესო იქნება, კი. ნუ ეს ერთ-ერთი მაგალითია უბრალოდ, რომელიც ჩვენ გადაცემაში წარმოვადგინეთ, მაგრამ ნუ გასაგებია, რომ ყველა თავისებურად საინტერესოა. უბრალოდ რა მინდა სანამ გამოფენაზე მგონი. კი ბატონო, აი სანამ გადავალ ანრისთან კითხვით, გაბატონ ლელა, რა მინდა იცით კითხოთ გავიგერო სტუდენტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გავიგერო თქვენთვისაც შემოქმედებით პროცესად არის ქცეული და გიხარიათ სამსახურში მისვლა, იმიტომ რომ ყოველდღე იცით რომ რომელიღაცა სტუდენტი მოვა რაღაც იდეით და თქვენს ჩართული ხართ, ან თქვენ გებადებათ მერე იდეები. აი აქ მაინტერესებს ერთი ნაბეჭდი შრომების თემა. ანუ რამდენად ხერხდება მერე ამის სტატიებად ქცევა დაბეჭდა და იგივე კონფერენციებში მონაწილეობა თუ გამოფენებში მონაწილეობა ეს ერთი და ბოლოს როდის მიიღეთ ან რა იგეგმება. და მეორე მაინტერესებს ხომ არ არსებობს აი ესეთი ერთგვარი თეთრი შური, როდესაც თქვენს გინდათ, იმიტომ რომ ჩვენს ახალგაზრდობაში ამდენი შესაძლებლობა არ იყო და დაგემთავრებინა ინსტიტუტი და მე შეიძლება რაღაცაზე გემუშავდა და წლები გეკარგებოდა და აქ წლებს არ კარგავენ სტუდენტობის დროს გადიან ამას და მე უკვე მართლა დიდ პროექტებზე მუშაობენ. ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია ამისი, მაგრამ თქვენ ხომ არ გიჩნდებათ ხოლმე ხანდახან რაღაცა გულდაწყვეტა თუ სურვილი რომ თქვენს გაქვთ რაღაც იდეა და თქვენს გინდათ განახორციელოთ და შექმნათ. რამდენად არის თვითონ პედაგოგებისთვისაც შესაძლებელი რომ რაიმე პროექტი ესეთი თუნდაც ტიპის პროექტი და არის ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ პირველ რიგში უპირატესობას ბავშვებს სტუდენტებს ვანიჭებთ და ამათთან ერთად ეხლა ზუსტად ბეშტალს სტატიას დაწვრილების ეს როგორ შესრულდა ეს ყველაფერი გამოფენაზეც ვიყავით, ესე იგი მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაში და კიდევ გეგმავთ, კიდევ ერთი გამოფენა იქნება და კიდევ რომ გააუმჯობესებს და გასაგებია. კი ბატონო, სხვა ეტაპზე რომ გადავალთ, აუცილებლად გაუმჯობესებულ ვერსიას წარადგენს ახალ გამოფენას. აუცილებლად. და ვიდრე დავასრულებთ ჩვენს გადაცემას, ისევ ანდრის მინდა მივმართო, არ მიწყენენ შენი მენტორები, დარწმუნებული ვარ, მინდა რომ ჩვენი გადაცემა მაინც ანდრის საუბრით დასრულდეს და მისცეს გარკვეული სტიმული თავის თანატოლებს იმისათვის, რომ მათ არ დაყარონ ფარხმალი, რომელ უნივერსიტეტშიც არ უნდა სწავლობდნენ, რომელ ფაკულტეტზეც არ უნდა სწავლობდნენ, იმიტომ რომ ძალიან თავარი რამ თქვა დღეს ამდენ, რომ მე ვიპოვე ჩემი თავი და მივხვდი, რომ ეს ჩემია და ჩემი საქმეა და შესაბამისად თუ ეძიებ, პოვებ, ხო? ანდრე, მინდოდა უბრალოდ მეთქვა, როგორ იგრძენი შენ ის მეცნიერებები, რომელიც ისწავლე, რამდენად საჭირო გახდა თუნდაც ერთი პირველი პატარა პროექტის განხორციელებისათვის, აი უბრალოდ რომ რამოდენიმე ჩამოვთვალოთ რა დაგჭირდა და აქედან გამომდინარე რას ურჩევდი შენს თანატოლებს და ამით დავამთავრებ დღეს ჩვენს გადაცემას. ჩემ პროექტზე მუშაობისას დამჭირდა გავლილი საგნები, როგორიც იყო მაგალითად პროგრამირება C++ ენაზე, რომელიც ძალიან დამჭირდა ამ პროექტის შექმნაში, იმიტომ რომ მიკროკონტროლერი, რომელიც შიგნით აყენია, დაფუძნებულია მიკროკონტროლერზე, რომელიც პროგრამირდება C++ ენაზე. გასაგები. და ეს საგანი ძალიან დამჭირდა. და ასევე რაც შეეხება თვითონ ვიზუალურ მხარეს, თვითონ კოლობს როგორც ხედავთ, ეს არის შექმნილი Fusion-ის პროგრამაში, რომელსაც ასე გადიან ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს პროგრამაში. ეს სივრცითი რომელიც არის, ხომ? ჯერ ხდება მოდელირება და მე უკვე გადაგაგდრია. რას ურჩევდით თქვენ თანატოლებს? მე ზოგადად ვურჩევდი, რომ თუ ფიქრობენ რამე პროფესიაზე, ჯერ იფიქრონ იმაზე, რომ მათთვის კომფორტული იქნება მან მუშაობა თუ არა წინასწარ და თუ გული უბიძგებთ ამ პროფესიისკენ, რომ მან მივიდნენ. გენეცვალე, ძალიან დიდი მადლობა, ანდრი, გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი სამსახური ჩვენთვის მარტო სამსახური და რაღაც ვალდებულება არ უნდა იყოს, ოდესაც ჩვენი საქმე, ჩვენი ცხოვრებაც არის, მაშინ ჩვენ უკვე გვიხარია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ნაწილია და გვანიჭებს ბედნიერებას. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ დღეს მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, იმ კონკრეტული პროექტების დახასიათებისთვის და წარდგენისთვის, რომელიც
თქვენი სტუდენტების მიერ იქნება. პირადად მეც მოგახსენებთ, როგორც ერთ-ერთი მშობელი და მოქალაქე, მადლობას, რომ ჩვენ შვილებს ზრუნავთ და ყველანაირად მხარში უდგახართ და ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებით გააგრძელებს არა მარტო თქვენი დეპარტამენტი, თქვენი უნივერსიტეტი, არამედ ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, საერთოდ სასკოლო დაწესებულებებით, სააღრძალო დაწესებულებებით, რომ აქცენტირება მოხდება შინაგანი პოტენციის, ცოდნის, სურვილების, იდეების გამომჟღავნებას და მიეცემათ ჩვენს მოსწავლეებსაც და სტუდენტებსაც იმის თავისუფლება, რომ იმუშაონ პროექტებზე, რომელიც მათ გონებაში იბადება, განახორციელონ ის იდეები, რომელიც მათ უჩნდებათ. ვფიქრობ, ძალიან დიდ და სერიოზულ წარმატებას მიაღწევს მალე ჩვენი ქვეყანა და მომავალი თაობა შეძლებს ნამდვილად საუკეთესო ხარისხის სამედიცინო და ჯანდაცვითი მომსახურება წარუდგინოს თავის თანამოქალაქეებს და ზოგადად ცხოვრების ხარისხი ამ ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ყველა სფეროში იმ დონემდე მივიდეს, რასაც ქვია კეთილდღეობა, რომელიც არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი განმარტება, ვინაიდან ფიზიკური, სულიერი და მენტალური კეთილდღეობის გარეშე ჯანმრთელობა და ბედნიერება წარმოუდგენელია. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე. მადლობთ, რომ მადლობა თქვენ.